გამარჯობა, ძანაც. კარგი, თავდა. ალბათ. მოკლედ აი უკვე ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ რენდერები გავაკეთეთ. და ახლა გაჩვენეთ აი ამ რენდერებს რა გამოგვივიდა. აგედეზე რა ხდება? აგედე უკვე მივიღეთ, უკვე პირობები მოგცეს და შეგვიძლია უკვე ავტვირთოთ უკვე პროექტის შეთანხმებაზე და სამშენებლობის ნებართვის გაცემას. ამისთვის რა მასალები არის? წარსადგენი ამას გაჩვენეთ, ეს ყველაფერი გამზადებულია, მაგრამ მინდა რომ მანამდე გენახოთ მაინც ვიზუალური მხარე როგორი გამოვიდა ეს სახლი, რომ ვიტრაჟების პრობლემას მოგვარდა. ხო, ვიყავით დიოში და აი ეს ვიტრაჟებს შეასრულებს, დიო აი ვიტრაჟებს, გაჩვენეთ კიდე თქვა აი ხედებს. აი სწორედ ეს ვიტრაჟები არის აქა. აი ეს ძალიან მინდა რომ ხის ელემენტის განიყოს გამზადებული. დიო ამაზეა. და მოხდება. მოხდება. აი საცურაო ის მეორე პატარა ეზო. უდრო ეზო უფრო. აი რომ არა რო გითხარით მაშინ სასადილო სამზარეულო გამოვდივართ ამ ნაწილში. და ეს აივნები ყველა საძინებას თავისი აივნები აქვს. ჩვენ გვაქვს უკვე გეოლოგია, ხო? გვაქვს უკვე ტოპოგრაფიული გადაღება გვაქვს. კონსტრუქტორთან კონსულტაციები გავიარე და შემოგვთავაზა წერტილოვანი საძირკველი ფრონტიდან გამომდინარე. ესეც გარკვეულია უკვე ყველაფერი და შევიტანთ უკვე პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვაზე. აი საიტი საიდანაც ხდება ატვირთვა. მისვლა აღარ არის საჭირო. მისვლა აღარ არის საჭირო, ელექტრონულად ხდება ატვირთვა ყველაფრის. აქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ გადასახდელი მოსაკრებელი მოშენების ფარდზე 125 კვადრატი გამოგვივიდა მოშენების ფარდი და 1 ლარი არის კვადრატურმეტრზე და იმას გადაერთი და დავალოდებით უკვე შეთანხმებას პროექტზე. 125 ლარი გამოდის. კი, 125 ლარი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ უკვე ველოდებით პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ეს ყველაფერი გამზადებულია უკვე აქ. მაშინ შეგვიძლია ავტვირთოთ. რა თქმა უნდა, საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას თხოვლობს მერია, რომ რაიმე არ გამოეპაროს და ეს ყველაფერი გამზადებულია მასალების მითითებით, ფერების მითითებით, თქვათ რა ფრათირებება ეს ყველაფერი დაფიქსირებული არის და ამას ყველაფერს წითელ ხაზებთან მიმართებაში როგორც ის შენობა, ესეც უნდა იყოს რაღაც კეთილობასაც. ანუ ყველაფერი გამზადებულია იმისთვის, რომ ავტვირთოთ პროექტი და მივიღოთ ნებართვა. და შეიძლება რაღაც ხარვეზები მოგვივიდეს, მცირე ხარვეზები, მას შევასრულებ და ესე ხელმოვეთ ატვირთვის შემდეგ გუხდება ნებართვას. ესე თავის ხარვეზების გამოსწორებით და ყველაფერს ერთ თვემდე წაიღებს, ხო? კი, ალბათ კი. კარგია, მაშინ ავტვირთოთ. ავტვირთოთ და დავალოდოთ ხაზს.